აი ეს ფოთლები, ან ეს ხალები ლეოპარდის ტანზე. ისედაც ხო მოძრაობენ და ირხევიან ტილოზე. ან ეს აფრიკული ორნამენტი ხო ისე ჩახვეულია და სადღაც სიღრმეში მიყავხარ სპირალს, თუ რა ვიცი, იქნებ უფრო ზედაპირზე ამოყავხარ. ხო, ფაქტობრივად უნდა გადაგარჩინოს. ხო და ეს ყველაფერი უკვე მართლა გაცოცხლებული, ამოძრავებული და უზარმაზარ სივრცეში გაშლილი. და ეს ხალხი, ვინც მერაბ აბრამიშვილის გამოფენაზე მოვიდა, ამ სივრცეში შესული და შერეული, ამ ფოთლების წვიმაში და ამ ყვავილების თოვლში. აი შეიძლება გული გაგიჩერდეს. ყველას რაღაცას აგონებს ეს ტილოები, ეს მოძრავი სხეულები კედლებზე, წარსულიდან მოსული განცდები თუ მომავლის ხილვა, რომელიც თითქოს უკვე იყო ან მომავალში რო იქნება ის გახსოვს. გამჭვირვალე მეხსიერება, ასე ქვია მერაბ აბრამიშვილის ამ მასშტაბურ და უპრეცედენტო გამოფენას. მომზადდა ციფრული პროექტი მის შემოქმედებაზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა მხატვრის სტილის გამოკვლევა აი ამ ციფრული მეთოდის, როდესაც მის ნამუშევრებში არსებული ეს დეტალიზაცია და ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, პერფექციონიზმი აი ამ ნამუშევრების შესრულების უკვე ციფრულ ფორმატში არის გადასული და ძალიან ეფექტურია მისი შემოქმედების გაცნობის დროს. მერაბ აბრამიშვილი ბაია გალერეას მეგა პროექტი ვკითხულობთ ანოტაციაში. 3 გამოფენა შემოდგომა ზამთრის სეზონზე ბაია გალერეა და კულტურის ცენტრი ათინათი. ეს პროექტი 3 წლის განმავლობაში მზადდებოდა. ბაია გალერეა დღეს უკვე 2-ია თბილისში და ორივეგან არის გამოფენილი გამჭვირვალე მეხსიერება. მესამე გამოფენა კი მერაბ აბრამიშვილი კოლექციონერის არჩევანი კულტურის ცენტრ ათინათში იმავე დღეს გაიხსნა. რეტროსპექტივის ამ მთავარი კვანძის მომნუსხველი ანიმაციის შექმნაზე კი ნატო შუშანია და გურამ ქველაძე მუშაობდნენ. ბაია გალერეაში მხატვრის ახალი კატალოგი მომზადდა, ხოლო 2016 წელს გამოცემული ალბომი მიუწვდომელი ბაღები ხელახლა გამოიცა. ამასობაში მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების მკვლევარმა, პროექტის კურატორმა, ხელოვნებისმცოდნე ბაია წიქორიძემ მერაბის ჯერაც უცნობი ნამუშევრები აღმოაჩინა. ბაია გალერეა დაარსების დროიდან 1992 წლიდან თანამშრომლობს მერაბ აბრამიშვილთან. ბაია წიქორიძე იკვლევს მხატვრის მემკვიდრეობას, აგროვებს ინფორმაციას საქართველოსა და საერთაშორისო კოლექციებში არსებული დღემდე უცნობი ნამუშევრების შესახებ. ახალ აღმოჩენილ ნამუშევართა შორის არის მაგალითად მერაბ აბრამიშვილის სტილოს სახელწოდებით ხარაკირი. რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენის სიხარული ყოველთვის გვაქვს, როგორც გალერეას, მე პირადად როგორც მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების მკვლევარს, რადგანაც მისი შემოქმედება ეს სცენარი, რომლითაც ის ფაქტიურად ხელმძღვანელობდა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დროს, ივსება რაღაც ახალი ნაწილით, ახალი ფრაგმენტით. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ თითოეული ნამუშევრის, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიას ვადგენთ, აი რომელ წელს, რა ფასად გაიყიდა, ვისგან შეიძინეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის თვითონ მხატვრის ბიოგრაფიის შესავსებად. მერაბ აბრამიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით დაამთავრა. მისი შემოქმედების მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი ამირანის ეპოსის ილუსტრაციები. ბევრს მერაბი იმ დროიდანაც ახსოვს და უყვარს, როცა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებელი იყო. ახლა მის ლეოპარდებს, ჟირაფებსა თუ საოცარ ბაღებს საქართველოში ყველა იცნობს. 2020 წლის დეკემბერში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სოდბის აუქციონზე გაიყიდა. მერაბ აბრამიშვილი 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია მხატვართა პლეიადისა, რომელმაც განსაკუთრებული სათქმელი მოიტანა ქართულ მხატვრობაში. ეს იყო სწორედ ის პოსტმოდერნიზმის პირველი ნიშნები, რომელიც აი მე-20 საუკუნის ბოლოს გაჩნდა ქართულ ხელოვნებაში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი იმ ძალიან რთულ პერიოდში, როცა ინგრეოდა საბჭოთა კავშირი და პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ არაფერი არ იყო შექმნილი, სწორედ მერაბ აბრამიშვილი და მისი თაობა ქმნიდა ამ ახალ ხელოვნებას. მხატვრის ფრესკასავით ფერწერა, ეგრეთ წოდებული ლევკასის ტექნიკა, თაბაშირისა და წებოს გრუნტი, რომელიც შუა საუკუნეებში კედლის მოხატულობისა და ხატების შესაქმნელად გამოიყენებოდა. ასე ერთდებოდა მერაბ აბრამიშვილთან ტრადიცია და უახლესი მიგნებები, ასე ერთიანდება სამყარო, აფრიკული ორნამენტები და ქართული სული.
აბრამიშვილის შემოქმედებაში და მნიშვნელოვანია აი ტრადიციულის და ახალი მიმდინარეობების შეთავსება ერთმანეთთან, რადგანაც ის იყენებს ქართული ხელოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტილისტურ მიმდინარეობებს. როგორც არის მონუმენტური ფრესკული მხატვრობა, მინიატიურები და ამის საშუალებით ასევე უკავშირდება მსოფლიოს კულტურული ხელოვნების ინდექსებს, იმ არქეტიპებს, რომელიც მსოფლიოს ხელოვნებაში არსებობს, მაგალითად, გამოქვაბულის მხატვრობას, პომპეის მხატვრობას, სპარსულ მინიატიურებს და რაღაცნაირად აკეთებს დასავლური და აღმოსავლური ხელოვნების სინთეზს, რომელიც ზოგადად ძალიან დამახასიათებელია ქართული ხელოვნებისთვის, მაგრამ მერაბ აბრამიშვილის ხელოვნებაში ეს სრულიად ახლებურ სახეს იღებს. მეგაპროექტის მესამე სივრცე კულტურის ცენტრი ათინათი გახლდათ, აქ მხატვრის ექსპოზიციას ასე ერქვა მერაბ აბრამიშვილი კოლექციონერის არჩევანი და დამთვალიერებლის წინაშე ათინათმა მხატვრის 40 ნამუშევარი წარადგინა. ათინათში დამთვალიერებელი იხილავს 50-მდე მხატვრის საეტაპო და გამორჩეულ ნამუშევრებს, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედების განვითარების ხაზს. გამოფენა აერთიანებს აბრამიშვილის მხატვრობის სრულ დიაპაზონს. ათინათმა მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი საერთაშორისო აუქციონებზე და უცხოეთის კერძო კოლექციებიდან შეიძინა და დააბრუნა საქართველოში და კულტურის ცენტრის მიზანია მოიწიოს ინფორმაცია, შეიძინოს და საქართველოში დააბრუნოს ქართული კულტურის საგანძური. მერაბ აბრამიშვილის ამ ვრცელი რეტროსპექტული გამოფენისთვის მხატვრის 120 ტილო იყო შერჩეული. მართლაც რომ მთელი მემკვიდრეობა, ასეთი დიდი პროექტების კეთებას კი განსაკუთრებული სირთულეები და პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაგალითად ის, რომ ნამუშევრები სათანადოდ იყოს მოვლილი და დაცული. მინდა აღნიშნო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ გამოფენა დააზღვია სადაზღვევო კომპანია ალდაგმა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ასეთი მასშტაბური გამოფენის დაზღვევა მოხდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, რადგანაც თუ ნამუშევარი არ არის მუზეუმის ექსპონატი, საქართველოში მისი დაზღვევა არ ხდება. ეს დაკავშირებული არის ძალიან ბევრ სირთულესთან, დაკავშირებული არის ექსპერტიზის პრობლემებთან და ასე შემდეგ. და აი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გამოთქვა სურვილი, რომ პირველად დაეზღვია საგამოფენო კოლექცია. მერაბ აბრამიშვილი უკვე ლეგენდად იქცა. ეს იგრძნობა მისი ტილოების წინ შეჩერებულ ყოველ მზერაში, მნახველთა უნებურ მოწიწებასა და აღფრთოვანებაში მისი ტილოების ნახვისას სამივე საგამოფენო სივრცეში. ეს ლეგენდა, როგორც გამოფენა, 2026 წელსაც გაგრძელდება და მე კიდევ დიდხანს, სანამ შეგვრჩება ჩვენი და მერაბ აბრამიშვილის გამჭვირვალე მეხსიერება.